სკოლიდან გარიცხული მოსწავლე, პირველი ქართველი ქალი ლექტორი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი და მეცნიერი, ეს ქრისტინე იგივე ჩიტო შარაშიძეა, ქალი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება განათლებას, მეცნიერებასა და ქვეყნის სამსახურს მიუძღვნა. ქრისტინე შარაშიძე 1899 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში მასწავლებლების ოჯახში დაიბადა. 15 წლის ასაკში მოსწავლეთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო იგი ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიიდან გარიცხეს, თუმცა სულ რამდენიმე წელიწადში თავადვე შეუდგა პედაგოგურ საქმიანობას. 1907 წლიდან ქუთაისში ასწავლიდა, კითხულობდა საჯარო ლექციებს და ქართველ ქალებს შორის პირველ ლექტორადაც მოიხსენიებდნენ. თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან, აქვეყნებდა წერილებს ფსევდონიმით, ხოლო 1916 წლიდან საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ სარედაქციო კოლეგიის წევრიც გახდა. 1917 წლიდან ქრისტინე შარაშიძე უკვე იმ ადამიანებს შორის იყო, ვინც ქვეყნის საგანმანათლებლო მომავლის შექმნაში მონაწილეობდნენ. იგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი გახდა. 1919 წელს კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში აირჩიეს, სადაც განათლებისა და კულტურის საკითხებზე მუშაობდა. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მას ქვეყანა არ დაუტოვებია, ჩაერთო წინააღმდეგობის მოძრაობაში, ეხმარებოდა პოლიტიკურ პატიმრებსა და მათ ოჯახებს, რის გამოც თავადაც არაერთხელ დააპატიმრეს. მიუხედავად დევნისა, საზოგადოებრივი და სამეცნიერო საქმიანობა მას არ შეუწყვეტავს. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო გარიცხული მოსწავლე მოგვიანებით თავად ქმნიდა საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ისტორიას. ეს იყო ქრისტინე იგივე ჩიტო შარაშიძე.